მოგესალმებით ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადუასთან ერთად. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვალოცა აღევლინება. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს. საქართველოს საპატრიარქო წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მილოცვას ავრცელებს. ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის წმინდა ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეუხება წმინდა იოანე დამასკელის, წმინდა ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდელისაა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ. არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში. რა შეფასება გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტზე ისტორიული მნიშვნელობის გამოსვლა ევროპარლამენტში. ასე აფასებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს შესახებ საუბარს. ხელისუფლების ოპონენტები უერთდებიან პრეზიდენტის მოწოდებას ევროკავშირმა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მართველი გუნდისთვის კი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა შეუმდგარი პერფორმანსია, ხოლო განცხადებები უინტერესო. მე არ დავტოვებ საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები. გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TV World-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას. მე არ დავტოვებ საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები. გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა როგორც გავიგე სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდამჭერას? მე მჭირდება მხარდამჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან მისი თქმით, ევროკავშირმა არალეგიტიმიური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი არ უნდა აღიაროს. ის რაც ევროკავშირში შეუძლია გააკეთოს არის, რომ მინიმუმ არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმიურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ადეკვატური რეაქცია ჰქონდა თითქმის ყველა პარტნიორისგან. 1-2-ის გარდა ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდამჭერა, პოლიტიკური მხარდამჭერა, მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ასე რომ ამ ხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება ადეკვატური იყო, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება, დემოკრატიულ უკუსლაზე უარესია. თქვენ ახსენეთ დემოკრატიული უკუსლა, ეს არის დემოკრატიული უკუსლა, ეს ამაზე ბევრად მეტია, ეს არის რუსული მოდელის დაწესება საქართველოში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი დემოკრატიული მოდელი იყო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ნიადაგს ინჯავს, რომელიც არ არის სამხედრო ინტერვენცია, რაც მათ არ მისცა ის შედეგები, რასაც ელოდნენ, იქნება ეს უკრაინაში თუ სირიაში. ისინი რაღაც ახალს ცდიან, რაც ითვალისწინებს არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც მარიონეტების კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს, რათა ამ გზით მიიტაცონ ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისკენ, ევროპისკენ ისწრაფვიან. ეს არის ის, რაც ევროპა უნდა შეაშფოთოს, რადგან ეს არის საარჩევნო ომის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გამოიყენეს და გამოსცადეს, არამედ ამის შემდეგ ვიხილეთ რუმინეთშიც, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ქართული ოცნება აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას. კრიტიკოსების გასაჩუმებლად ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას EUTHOS ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი. ერთობლივ
განცხადებაში ქვეყნები მკაცრად გმობენ ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნები 3 წლეულებზე მეტია საქართველოსთან და ქართულ ხალხთან პარტნიორობის ერთგულნი არიან. საქართველოს ყველა მთავრობებთან მუშაობდით, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციებისათვის განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და ქართველი ბავშვებისთვის განათლება გაგვეუმჯობესებინა. მაშინ, როდესაც ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მიმდინარე ერთგულება ურყევი რჩება, ჩვენ მკაცრად გმობთ ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად და შეკრების უფლებითა და გამოხატვისთვის თავისუფლებით სარგებლობენ. გაუგნებული ვართ, რომ ქართული ოცნება აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას. კრიტიკოსების გასაჩუმებლად ნათქვამია განცხადებაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეწყვიტოს რეპრესიული გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება და გაათავისუფლოს დაკავებულები სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლების და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემის ეუთოს საერთო ვალდებულებების შესაბამისად. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს შეწყვიტოს რეპრესიული გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ასევე მოუწოდებთ საქართველოს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წევრები, ოპოზიციური ფიგურები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად სარგებლობისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხარდამჭერისთვის დააკავეს. პირებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის უკანონოდ გამოყენებისთვის, ასევე უნდა აგონ პასუხი. როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ამიერიდან ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკლებთ, საქართველოს მოუწოდებთ დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს. ჩვენი ქვეყნის სოლიდარობას აცხადებენ ქართულ ხალხსა და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ჩვენს ურყევ მხარდამჭერას ნათქვამია განცხადებაში. ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბატონი ჯონსონი კარგი ვარცხნილობით ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელებამდე უნდა იბრძოლო. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთა ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებისთვის და კომპრომისებისათვის მეორე მხარე მზად იყოს, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბერსე უკვე შეხვდა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ძლიერი საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებს. ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული მოსაზრება აქვთ კოალიცია ცვლილებებისთვის წევრებს, რომლებშიც ალენ ბერსენთან შეხვედრას არ აპირებენ. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა, მანამდე კი მან შეხვედრა გამართა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილთან და ომბუდსმენ ლევან იოსელიანთან. გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართულ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გავრცელდა. მათივე ინფორმაციით სანქციები უწესდებათ ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს. ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული 5 პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. სანქციები გაგრძელება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდამჭერა და შეზღუდვა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა 5 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგებზე ძალადობრივ თავდასხმაში. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატიური დარბევა, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა ქართული ოცნების მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯებად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის. დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის 3 მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის
აკრძალვა და აქტივების გაყიდვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს. განცხადება მოჰყვა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერა. საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდვის ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან ნათქვამია განცხადებაში. ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის განცხადებით დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკის მომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება. ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს სანქცირებული პირები არიან ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სულხან თამაზიშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, მილერი ლაგაზაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის ომბუდსმენის მიერ. გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ EUTHO, რომლის წევრი საქართველოს თავად არის, შეკრების თავისუფლების ჩახშობა სერიოზული დარღვევა უწოდა. ივნისში დიდი ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული უერდროპის დიალოგი საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას, განაცხადა დევიდ ლამმა. ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის კახა ბერჭელიძის განცხადებით აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მან მედიას განუცხადა, თუ განმეორებითი კვლევების პასუხები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ამ ეტაპზე განმეორებითი კვლევები კეთდება, არა მხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმაყოფილებელი, ალბათ გავწერთ ვინაზე. ამ პასუხის მიხედვით გადაწყდება. ზოგიერთი პასუხი შეიძლება დღეს მოვიდეს, ზოგი ხვალ. ზოგიერთი კვლევა მოითხოვს საკმაო დროს. პასუხები, როცა გვექნება გაწერის საკითხი, გადაწყდება, განაცხადა კახა ბერჭელიძემ. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის შენობასთან სროლა იყო დაშავებულია 2 ეგრეთ წოდებული დეპუტატი. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პარლამენტის შენობასთან სროლა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია 2 ეგრეთ წოდებული დეპუტატი, კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან. ქართული ბიზნესის აბსოლუტურად დიდმა ნაწილმა დაადასტურა, რომ არანაირ ბულინგს არ ექვემდებარებიან საქართველოში არიან სოლიდური კომპანიები, რომლებსაც აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაცხადა ბასინის, ინსაიდერ ჯორჯიას და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა დღის ქრონიკაში. ჟურნალისტმა მას კითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი გახდა ბიზნესის, რომ მათ ღიად გამოხატონ პოზიცია, გაიფიცონ და ასე შემდეგ და როგორც აღიქმება ეს მოწოდებები. ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ადამიანები აღმოჩნდნენ ბულინგის მსხვერპლი, არამედ კომპანიებიც, ბიზნეს სექტორი აღმოჩნდა სერიოზული ბულინგის მსხვერპლი. ბოლო პერიოდის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს იყო ყველაზე უბადრუკი მცდელობა ბიზნესის ბულინგის გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბიზნესის აბსოლუტურად დიდმა ნაწილმა დაადასტურა, რომ არანაირი ბულინგს არ ექვემდებარებიან. საქართველოში არიან სოლიდური კომპანიები, რომლებსაც აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ სიტუაციაში ბიზნესი ყოველთვის დგას მოსახლეობის გვერდში, ისე როგორც მას შეუძლია. ასე რომ ქართულ ბიზნესს არავის მოწოდება არ სჭირდება. ქართულ ბიზნესში ვგულისხმობ ბიზნესს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ბულინგის ყველაზე უბადრუკი მცდელობა იყო გაფიცვისკენ მოწოდება. გამოდიოდნენ და დღესაც ვნახეთ, რომ გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში არ იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ბიზნესმენებზე, სხვადასხვა მიმართულები და სხვაგვარად. ან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში, როდესაც სახელმწიფო ძალადობდა ბიზნესზე, ამ ძალადობრივ ქმედებებში მაქსიმალურად უწყობდა ხელს, გულისხმობ 2003-2012 წლების პერიოდში. ვიცით, რომ ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და მათ შორის გამოთქვამს თავისუფლად აზრს. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა ახლა, რომ იყოს 12 წლის წინანდელი პერიოდი. ერთი საღამო და ის ადამიანები დასჭირდებოდა, რომლებიც ახლა ბიზნეს გაფიცვისკენ მოუწოდებენ, აღნიშნა აბაშიშვილმა.
ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა ჭარბობს ღორის გრიპი, ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებით გაზრდილია, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედია ცენტრ მთავარში. ბოლო ორ კვირაში 59 კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო. 50 კვირას დეკემბერში ორჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის, დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი. თუ წინა კვირებში ძირითადად A ტიპის ვირუსი ჰქონდა, ახლა გამოჩნდა B ტიპის ვირუსი 25%-დან 2 არის B ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1 კარგად ცნობილი ღორის გრიპი. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო ორ კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა. ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებების თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51 კვირა უფრო აქტიური იქნება. ჩვენს კლინიკაში ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია, შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც გაზრდილია, გრიპის შემთხვევის მატების ხარჯზე აღნიშნა ჩხაიძემ. პროკურატურის ინფორმაციით ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 ფიზიკური პირი და 1 იურიდიული პირი დამნაშავეცნო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო რეალიზაციით $1,000,000 ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირებზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას. ფიზიკურ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად და 194 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ხოლო იურიდიულ პირს 192 მუხლის პირველი ნაწილით უკანონო სამეწარმეო საქმიანობა წარედგინათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების სრულაცნო დამნაშავე წარდგენილ ბრალდებებში 2 ფიზიკურ პირს სასჯელის სახით და ზომად 10 წლით, ხოლო 2-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე მათ ჩამოერთვა უკანონო საქმიანობით მიღებული თანხებით შეძენილი ქონება, რაც შეეხება იურიდიულ პირს, სასამართლომ მას სასჯელად ჯარიმა დაუნიშნა და საქმიანობის უფლება ჩამოართვა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. რესპუბლიკელებმა სენატორმა რენდ პოლმა განაცხადა, რომ ილონ მასკი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უნდა გახდეს. სენატორმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ილონ მასკმა ჩაშალა ორპორატიული შეთანხმება მოკლევადიანი ხარჯების კანონპროექტზე. არაფერი გაანადგურებს ჭაობს, ისე როგორც ილონ მასკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევა, აღნიშნა რენდ პოლმა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის კონგრესმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი, არც ერთი კანონი არ უნდა მიიღოს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ჟურნალისტებთან დამოსახლეობასთან გამართული პირდაპირი ხაზის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს სარაკეტო დუელში გამოიწვია. როგორც პუტინმა განაცხადა, ის გამოდის ინიციატივით, რომ ვაშინგტონმა შეარჩიოს სამიზნე, მაგალითად კიევი და სარაკეტო შესაძლებლობები შეადარონ. ვლადიმერ პუტინის თქმით, იგი ორეშნიკის ტიპის ზებგერთი ბალისტიკურ რაკეტას გაისვრის, შეერთებულ შტატებს კი სურვილისამებრ ნებისმიერი საჰაერო ან სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეუძლია დაუპირისპიროს. კრემლის ლიდერი ირწმუნება, რომ ორეშკინის ჩამოგდებას ამერიკა ვერ შეძლებს. ევროკომისიამ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ის სოციალურ ქსელ TikTok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოებას იწყებს. დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ საქმის წარმოება TikTok-ის წინააღმდეგ ციფრული მომსახურების კანონის დარღვევის ბრალდებით, კერძოდ მისი ვალდებულების სისტემური რისკების შეფასებისა და მინიმიზაციის უგულებელყოფის გამო, რომელიც არჩევნების სამართლიანობას, განსაკუთრებით რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. აღნიშნულია განცხადებაში, ცნობისთვის რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების
ხელმძღვანელობის პირველ ტურში კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა 2 დეკემბერს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები გააუქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯესკუ წინა საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად სარგებლობდა TikTok-ის პლატფორმით. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის კონგრესმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი, არც ერთი კანონი არ უნდა მიიღოს კონგრესში. 20 იანვრამდე დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტში შესვლამდე არც ერთი კანონი არ უნდა იყოს მიღებული, არც ერთი ნული დაწერა მასკმა. ასეთი იყო საინფორმაციო გამოშვება, მე კი დროებით გემშვიდობები, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე. მადლობთ, რომ გვიყურებთ.